მშვიდობის ძვირფასებო. მოვიდი ისე, მაგრამ მე მგონი ამას გივითავ. მოკლედ შნურებია, არ გაგიკვირდეთ. მაიკაც იმ ბავშვს დარჩა. იმ ბავშვს დარჩა აქ რო იყო. ნო ესია მე მგონი ესეთ, ხო, კი ესეც. დარჩა და მე ხვალ აქ დაუხდია და იქ დამოდია და ასე რომ მე ხვალ მივცე. ესე იგი მუხას გადაურიცხე დღეს მე ფული საჩუქრად რომ მაჩუქეს 130 გადაურიცხე, მაგრამ არ იყო და მოკლედ 230 გადაურიცხე მე. მოკლედ 100 დავამატეთ. ჯამში მივეცი 220. 100 ლარი მე ჭირდებოდა რომ მისაცემი მაქვს. ხო და მე ხვალ ანალიზებზე არ ვიცი იქ რა დამჭირდება იმდენი არა მუხა ამბობს ვითომ რა თუნდაო ეხლა სადღაც 40 ლარი თუ დაგიჭდესო და იმ ინსულინის დონის განსაზღვრა რომელიც არის ყველა ამ კოდეს წამალი სადღაც 2 თვეა მეტი თუ არა გამოწერილი ექიმს და ვერ ვუყიდე ვერაფრით ეხლა რომ კონდა ნაჩუქარი ფული ვერაფრით ჩემზე ვერ დავხარჯავდი, ამიტომ ეს ვუყიდე. ეს არის იმისთვის რომ ეხსიერება და რაღაცეები 5 რა მოხსენი კოდეს რა პრობლემაც აქვს. 2 თვის გამოუწერა, მაგრამ მე ვიყიდე 1 თვის. ხო და მე მეორე თვისაც კიდე გადავდებ აუცილებლად. ჯერ ეხა დღეს 1 მივეცი მოვიტანეთ თუ არა ეგრევე 2 უნდა ეს დღეში, მაგიტომაც არის რომ 60 სად ვაღებინე. ეს ღირდა მარტო ძვირფასება. ნახეთ. საწერია, აი ესა მე მგონი. ხო, 94 და აი ეს თან. 300 ლარი მაჩუქა იმ ადამიანმა. გუშინ, თქვი თუ გუშინ წინ, მადლობა, ვისაც მოუხატე იმან და ძალიან დიდი მადლობელი ვარ. ძალიან დიდი. უხმესი მადლობა. შენ. ესე, მოკლედ, ხვალ ანალიზები და იმედი მაქვს ღმერთის წყალობით, ნებით, კარგად ეკრება ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი ხა ახველებს და ჯერ დავეკითხებ, მაგრამ მომართვა გაკეთებული მაქვს და 10 დღის განმავლობაში უნდა მოვასწრო ამ ანალიზების გაკეთება. თუ ეხა მეტყვის უარს, მე მომდევნო პარასკევამდე მე მგონი დრო მაქვს. კი, და შევეცდები მაშინ უნდა ჩამოვიყვანო გეგა, სხვა ძა არ მექნება. და ვამედინე კიდე საშინლად რო ახველებს ვიღაცამ დამიწერა ნოშბა და ტავეგილი და ტავეგილი მინდოდა, მაგრამ კეტოტეფენი. კონცერტის ვკითხე და კეტოტეფენი და ეს ნოშბა. ესენი არის სწვილი, ეს ამაიც, მარტო ეს. ხო და იოგურტები მოვატანე გეგა არაფერს არ ჭამს საერთოდ, რა ჭამა დღეს? ხო, სოსისი მოვუტანე დღეს, იმიტომ რომ საერთოდ არაფერი არ ჭამა და სენდვიჩი მინდაო და სენდვიჩი შეჭამა სოსისიანი. და იოგურტები მოვატანე მუხას. მარწყვის მინდაო მაინც და მაინც და მარწყვის მოვატანე. ესე შემოგარგება. ეხლა მინდოდა მე ეს ჰინეცა ეგაზე. ერთი მილიგრამი. ნახევარს მივცე. ანიკა დეიდას გამოარჩი ხალხოს საზამთრო ძალიან მინდოდა და ნახევარი დესა. ხო და
იმდენი ჭამე ბერი მომივიდა ხანდაბანა ეხარა და ჩანგლები სულ დასრული მაგარი მაგცარიები მაგაგე თავრიცხი ყველაფერი რომ მე აი უყურეთ რა ამბავია ყველაფერი გავიცხე რომ მე არ იქნება ის რა ქვია წყალი წყდება ხშირად და არ მინდა რომ გასარეცხი რამე დამრჩეს Madusi. No, ესეც არ მოეწონება ამას. შპიცები არ მაქვს. Samanitzmada is რომ მორჩება მერე მაგ. ინტელექტ გამოთა. ინტელექტორი? კი. ჯერ ეს ჩაყლავი, კაი? მოდი წყალი მოიმარაგე შენ. მიდი დედიკო ხო გიყვარს შენ, მოდი. მოდი ჩემი მაგარი ბიჭი. მიდი დედა. ჩემი უმაგრესი ბიჭი ხარ დედა შენ. დედა სუპერ ბიჭი ხარ დედიკო შენ. დედა ჩაყლება. კი დედა, უცებ ჩაყლავე და წყალი უცებ დააყოლე. ჰე. დიდი პირი? იცი რა, გინდა ყველაფერს უცებ ჩაყლავე მამას. უცებ ჩაყლავე. მიდი. ჰე, წყალი დააყოლე, всё. ხოჩა. კაი ბიჭი. შეგერბოსდე. ეს ნოშკა არის ეგეთი. თუ რომელია, ნოშკა მე მგონი. ესეთი. მოკლედ ეს. ფილმ შვიდობის ჩემო კარგებო, როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? ვერ მოვედი, მაგრამ გუში. მაგრამ ეგადან გამომდინარე ასე რომ არა უშავს აგერ მოვედი დღეს. გოდე ჩაუწიე დედიკო. აზერში წავედით. გეგა და ის მიმყავდა ადა მარტო. წყალი არ იქნება, ხო? აი, ქვემოდანა მოვიტან და ისე გავაკეთები კომპოტებს. მოკლედ. დღეს ნახე მარწყი ბაზარში. ეს ორი ბანანი გეგა ბაზარში. განათლი გვარ იქნება ეს მარწყი. გეგა დედიკო კიდე შეჭამე. მიდი დედა. ხო დედა ეს მიდი. ოგი მაშინ დედიკო. აგი პას დედა. ეგა დარი. დარი. არჯამ. ერთი ჭამა მოხდა. მოაწვალე ბატონო. ადა შეშვიდე. ესე გამოიყურება მარწყი. კომპოტისთვის ვიყიდე ძვირფასებო 12 ლარი ღირდა და ჯერ არაფრის კომპოტი არ გამიკეთებია, ასე რომ არც არაფერი არ ვიცი. ძალიან მაკლია. წელს მონდომება და ხალისი არ მაქვს, სიმართლე რო გითხრათ.
მართლა. ამიტომ არ ვიცი. თუ ხაინს ვიგებოდი, ეხლა რას ვაპირებ მეთქი ვერ გავიგე. არაფერი რო არ გამიკეთებია თქო წელს. რბილებიც კი არ არის, რა ვიცი, ძალიან კაია. მოკლედ, ყველა კარგები ამირჩა იქამა, ვისგანაც ვიყიდე. 12 ლარი ღირდა კილო. აქ არის 30 ლარის. სულ ყველა კომპოტი უნდა გავაკეთო. 1-6 ეს ლიტრა 200-იანი ბოთლები წესით უნდა გამოვიდეს. ეს შაქარი არ გქონდა, ასე რომ აქ მე მგონი 12 კილოა თუ 10? 12 კილოა. ეს ცხელიპური გოდეს მოვუტანე და მე ესე იგი ესენი ვიყიდე 5 ლარები ღირდა ესენი. ეს ბოთლის და ეს იმის. მიდი ეს მე მგონი ჩემი ბოთლისაა. კაი უნდა გქონდეს წესით. მაინც უნდა გავიდო სადღაც ერთი ბოთლი აკლედო. არა, კი. ეს არ არის ორი მარკის სხვანაირია იმისა. კარგი. ეხლა კიდე. ჩემს თმას არ მოუხდა შამპუნი რომელსაც ვიყენებ ძალიან აი როგორ გითხრათ ეხა ეს არის გასწორებული ჩოლკები ჩემი და ნახეთ პროსტა რა არის. ამიტომ გადავწყვიტე რომ შემეცვალა და ელსევი ვიყიდე. ჩემმა მულმა მითხრა რომ ელსევი იყიდეო თათიაო. სადეო მაინც. არ ვიყიდე შეღებილი თმის სპეციალურად აი ეს ვიყიდე. არ ვიცი რა არის, მაგრამ ბიოტინი რო ეწერა, არგანინი, ამიტომ ეს ვიყიდე. ეს ბალზამი და ეს შამპუნი. ნახოთ რა იქნება, არ ვიცი, ძალიან ამით სრულდა ამ ჩემ თმაზე გული. ყურის ჭხილი არ გქონდა დამთავრდა, ერთი საპონი ვიყიდეთ. ჩემი ვეჩერნი კრემი ვიყიდე. ბავშვების შამპუნი არ მქონდა და ტიკტაკის დაგქონდა, მაგრამ ეხა ეს ვიყიდეთ. რა ვიცი, ვარდისფერი ვიყიდეთ მეთქი მაინც მიხაზა. ეს ვიყიდე 2.70 თეთრა. ბამბის დისკები თუ რა ვიცი, რასაც ეძახი. ხო, და აი ეს ქონდა მე ნისიადრო და მაგ ლიკას იმისგან კლასელისგან, ამხანაგისგან, გოგოსგან რაღაცეების სერვიზები, იმას ქონდა ეს. როზმარინის ზეთი, 100%-ით ნატურალური ეთერ ზეთი. მოხმარების წესი არ ვიცი, მაგრამ მოვძებნი სადღაც გაზიარებულიც მაქვს მინდოდა და ვერ ვიმეტებდი ამისთვის ნახას და ეს იმ გოგოს გამოვართვი და გამოვიყენებ ერთი ვნახო რა იქნება. აი ეს. სო. ვიდეო არაფერი არ მივიდია. ეს არის მაყვალი, რომელიც სუსავსე იყო აი ასე. მომიტანა ჩემმა მეგობარმა აგერ ნათიამ, ბარბარეს დედამ, გოდეს კლასელის დედამ და მოკლედ ხო გავაკეთებ მარწყვისას, მაგრამ მარწყვლთანაც გავურევ ამას ფიქრობ ესეც მინდა. და დღეს ვიქნება კომპოტების დღე. მანამდეც მომიტანა ერთი ვეძო, მაგრამ ეს შეიჭამა და ასე რომ ეხლა ეს ამას გავაკეთებ დღეს. წყალი არა გვაქვს დაქმებოდა რომ მოვიწევს ამოზიდვა, მაგრამ უნდა გავაკეთო. თორე მთელი ის რო იქეთ ვიქნები გასული ეხა ჩემებთან. კი ეხლა მუხამ რომ იმას ვიზამო ბანკებს იქნება თუ მოკლედ ხილებს იქნება თუ რაც იქნება ხილი იქნება რაღაცა წამოვიღებ და გააკეთებ და მე აქ წამოვიღებ ხო ივლის შაბათი და კვირა ჩვენთან. ხუი ხო ეს არაფერი გეგას ნასკები უყიდე. 3 ლარებში იყო ეს ნასკები, კაი მაღაზია ნასკების, რომელშიც კაი ხარისხის იყიდება და ეს 4-დან 6 წლამდეა ეს ერთი. დანარჩენი 7 და 9. 7 და 9. ესეთი ამბები თვითფესებო გეგას სიცხე არა აქვს, მაგრამ გუში მყავდა. გუში მომიწია, ყველაფრის თავიდან გაკეთება. გაჩვენებდი ხან ყველაფერში რაც გულის ხო. მე გადავიღე რენტგენი, მაგრამ რა კიდე
სრულად არ გადმოეგზავნა იულონს და ამიტომ მე უკვე წამოვედი და მე რა ხდება იმაში ის არ ვიცი. ფუტობის რენტგენი გადავიღე უბრალოდ. ეხლა გიგასთან. ხო გახსოვთ თქვენ რომ მე ის მქონდა მუხამ გააკეთა მომართვა იმების ანალიზების, მაგრამ ერთი ის დამორჩენილი რო ქონდა და მე რო ბრაზობდი. აი ესენი არ ქონდა მუხას გაკეთებული და მავიწყდაო, ანუ იქ ფოტოზე არ შემიხედიაო. და იმას რო ვაჩვენე, მარტო ესენი არის მეთქი დასრეული და ეს არ ვიცი იზღვა თუ არა და ან გამიკეთე და მე დავაზღვე, მეთქი მითხრა რომ ფიქრობო რომ არ იზღვევაო ეგო. ხო და მარტო ის რკინა და რაღაც ფერიტინიო თუ რაღაცა 45 ლარი ღირსო ერთი ანალიზი რო გაიკეთო და მე კაი მეთქი მაშინ მიჩვენია რომ ჯერ დავაზღვიო ყველაფერი და მე მოვიდე მეთქი, იმიტომ რომ კიდე გლიკოზირებული რაღაცა არა არისო დაზღვეული, აი გლიკორებული თუ გლიკოზირებული, აი ეს მოკლედ. აი ეს და აი ეს არის ზღვევაო, მაგრამ ეს არ ვიცოდი რომ არის ზღვეო და ესენი დაიწყვა. ეს ენდოკრინოლოგთან ის არის. მისვლის რა. ამიტომ ყველაფერი თავიდან დამიზღვია იმ კაცმა, მხოლოდ ის ორი არის ზღვევაო, თორე ის სამი რომელმაც იმ ლაბორანტმა თუ ექთანმა რა ვიცი რომელმაც მითხრა რომ არის ზღვევაო. დაიზღვია ისიც და გამიკეთა თავიდან, ყურეთ. ესენი იყო მარტო დასვეული და აი ისინი სამივე დამიზღვია. დანარჩენი მხოლოდ ის არის ზღვევაო მითხრა. მაგაზე მომიწეს 100 ლარის დახარჯვა. მერე ჭის ანალიზზეც თურმე აქციები არის ხოლმე დადიან ქალაქებში და იმათაც მივწერე. აი ახლა ამ ყველაფერს რო გამოვრიცხავთ, იმათ მივწერე ზუგდიდში ან სენაკში არაპირებთ მეთქი ჩამოსვლას და ჩემი პირადი ჩაიწერეს და ჩამოვალთო მითხრეს. ვაპირებთო საერთოდ დავდივართო ქალაქებშიო და ჩამოვალთო და ჩემი პირადი დაიწერეს, ჩაიწერეს და მოკლედ რო ჩამოვლენ დამირეკავენ. დღესაც მივწერა, ანუ დამავიწყდა რომ წინ დღით მომწერეთ მეთქი რომ მე თქვა მაგალითად, იმიტომ რომ უცებ არ იყოს გასაქცევი. ესე უცებ ვერც წავალ საჩინოში რომ იქნები ზუგდიდში, იმიტომ რომ მხოლოდ ორი მარშრუტი დადის. ერთი 7 საათზე და მეორე სადღაც 10 საათზე. კაი, მივხედავ ერთი წამი და მოკლედ ეს თე წავიღე. ადასაკ ფაღარათი ხალხნო ბოდიშით, მაგრამ მაგიტომ გამომიძახა მოგიტომ. ხოდა ლოდიდო სი უყურე დედიკოსე. მოკლედ თქვენ საიქნს დაურეკე და რეფურილი და იომოგი მითხრა. იომოგი რო არ ვიცოდი ვისი იყო და რატო გამომიწერეს აზრზე არ ვარ მე. მქონდა 2 ყუთი. გადავყარე იქეთ აწივა და გასულიც იქნება მეთქი და აგერ კი დამჭირდა თურმე ფაღარათისთვის ყოფილა. კი ვერ მივხვდი იმდენს რომ ანუ და გასული იქნებოდა, თორე ხო დავგუგლავდი და ვნახავდი იქ იომოგი თურისი იყო. მოკლედ ეს ხალხო იმედი მაქვს რომ ეს შამპური მომიხდება და ესეთი მომიხდება, დიდი იმედი მაქვს. თუ არ მომიხდება და გადავიპარს და ამ თმას საერთოდ. ხო მოხდანი? ხოჯობია მასზე. იქნებ უკეთესი ამოვიდეს. სუფეხებზე არ გედია მუხრანის ეხლა მე რას ვიზამ. აგინდა რომ რა შემიძლია. დედა როგორ უყურებდა ამას ეს რო ავიღე მუხრანი ჩაეცი და გავიდა. სმენდური კაცი ეს. ბიჭო, დინამიკის სამცავი კი არა, რა ქნა იცი? ჩემი ტელეფონი წაიღე. იქ ეხა მდინარეზე მოვიწევს წასვლა. ხო, სადღაც ეყარა ქვეყნის. სადღაც ჩავდეთ შენს იმაში. ვიცი, პატარები, უკან ტელეფონზე რო იმაშებოდი, შენ აკრავდი. სადღაც ჩავყარებ. პატარა იმაში, შენში. ესენი გავრეცხე, შევაერთე. One mark. Okay.
ნეტზე დავგუგლო იქ. დავგუგლო კი არა და ვიღაცას ჰქონდა და მე გავაზიარე ის რაღაცებს ვაზიარე მაინტერესებს. ხო, მაგი მოგიყევით? ვირის რძე ვუყიდე ბავშვებს მეთქი, არიცი მოგიყევით თუ არა. ვუყიდე რა, ფული გადაურიცხე, ფაზაკლებით ჰქონდათ და 85 ლარი გადაურიცხე. ერთ კვირაში გამოგიგზავნით რომ მომწერეს გუშინ, მაგრამ მაშინაც ესე მომწერეს და სადღაც მე 16 თუ მე 17 დღეს გამომიგზავნეს. ნახოთ ეხლა და გეტყვით მაგასაც თუ დაენახება ეს შემნისების სრეული და რაღაცები ხარჯები მანჯები ყველაფერი აქ მაქვს. დღეს ეხლა წავედი გავისტუმრე ხასხალფასი მოკლედ 18-ში რიცხება ძალიან კარგი ხელფასი. ხო და წავედი და გავისტუმრე ბოლომდე არა ვიტოვებ ხოლმე იმიტომ რომ ბოლომდე ვერ ვაძლევ ყველას. მაგრამ მოლაპარაკებული გქონდა ფასანაჩქები რომ ვიყიდე 100-ად. აი ეს მივეცი და დანარჩენი ორ თვეზე გადამინაწილა კიდე. ესე ძალიან კაია ეკა და იმისი უფროსიც ძალიან კაი. მოკლედ რა ისმით ხო? ეს გავიკეთე. რაიცი სხვა ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. უცებ ინტერნეტის მე არ მქონდა და ასე შემდეგ და ის მაგ რაც მქონდა, ჩემი ფრჩხილი არ გაზრდილა იმდენად და უბრალოდ 4 კუთხეზე გადამიყვანა, ახალი არაფერი არ გამიკეთებია და 25 ლარი. მოკლედ ესე. ხოდეს წამლები რომ უყიდე, გაჩვენეთ. ეხა იმას ვუყიდი. გეგა დაალევინე ნაძამიას. მეტი ეხა გეგას ანალიზებს მოვიმთავრებ ორ შაბათს მიმყავს, მანამდე მაგიტო არ მიდივარ საჭმელში. ჩუმან ორ შაბათს გავაკეთებ ყველაფრის უზმოზე უნდა მიმეყვანა, ხო, ნაჭამი იყო და მაგიტო არ გავუკეთეს პარასკევს. ხო და ეხა უზმოზე მიმიყვან. მომიწევს სამივე ბავშვები წასვლა, იმიტომ რომ უხაენ სამსახურში უნდა წავიდეს, ასე რომ სამივე ბავშვები უნდა წავიყვანო და ეგრე იმას აქვთ, არ მინდა იქ შეყვანას მოდიან კაცებული ადამიანებიც ასე შემდეგ და კიდე მოვლენების მეშინია, მაგრამ იმედი მაქვს რომ არ მოვა და რა ვიცი უცებ იმას ვიზამთ, გავაკეთებთ ანალიზს. იმედი მაქვს რომ მხოლოდ ერთი ჩხულეტა იქნება საკმარის. იმედი მაქვს ცოტა მეეჭვება რაღაც, მაგრამ ნახოთ და მას იტყვის. კარგი, სუფთაჭიქები რატოდებს აქ წყალს ვამდით მაგისგან. მაგით. ეხა მე ამას ჯერ დავრეცხავ, ჯერ ფილებს მოვამზადებ. გარეცხილები მაქვს, მაგრამ დუღარე მაინც უნდა ამოვავლო. საერთოდ ჟელეს გარეშე არ ვრეცხავ ხოლმე, ჟელეთი გარეცხილი მაქვს. დუღარეში ამოვავლებ კარგად და მერე დავიწყებ ამის გარეცხვას. ეს პაკეტი ნავისთვის გამომართება. და ესე შემოკარგება. ახლა წავალ მე. გავაერთიანებ ამ ვიდეოს, რაც გადავიღე. გუშინ არა, გუშინ წინდელი მაგ გუშინ არაფერი არ გადავიღე, საერთოდ ვერ მივედი, ისე იყო გეგა. მოკლედ, წავედი აბა ბედნიერ და მშვიდობიან დღეს გისურვებთ. უღმეს მადლობა კომენტარებისთვის. თითოეულ თქვენგან ძალიან დიდი მადლობა. შევეცდები რომ მოვიდე.